თქვენი განცხადება მინდა რომ შეგახსენოთ, ძნელია თურმე, როცა ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ, ზეთუნა ხალხი ვიყავს სახში, რომ უთვალთვალებენ თუ რატომ არის გაღიზიანებული. რისი თქმა გსურდათ ამ განცხადებით? რაც თქვი იმის თქმა მსურდა. როდესაც, მაგრამ დავაკონკრეტებ, რა კი როგორც ჩანს გაუგებარი იყო. როდესაც ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს ქალს გარკვეული ასაკის მქონე ადამიანს. ქალბატონი სალომე არც თქვენი ასაკის არ არის, არც ჩემი ასაკის არ არის და ის არის ჩვენზე ორივეზე და ბევრზე, არ გეწყინოთ ოღონდ, გამოცდილი ადამიანი და 8 წელი აქვს მას გარკვეული თავის ცხოვრებისეული გამოცდილებით. ქაბდათია, ამ განცხადებით ხომ არ მოხდა სპეცსამსახურების ახალისება თქვენი როგორც დეპუტატის მხრიდან? მაშინ გამოდის რომ პასუხი არ გაინტერესებთ. თქვენ მიუძღვენით გადაცემა იმ სიტყვებს, რომელსაც უბრალოდ მე ვერასდროს ვერ გავიმეორებ, რაც საქართველოს ქალ პრეზიდენტს, პირველ ქალ პრეზიდენტს ნიკა გვარამიამ უწოდა? შეგიძლიათ თქვენ როგორც ქალმა ეს სიტყვები გაიმეოროთ? ან მამაკაცები რომ ჩვენ სულად სხვა თემაზე ვსაუბრობთ ახლა, მე გეკითხებით თქვენ განცხადებაზე. დიახ, ჩემი განცხადება არის ამ ყველაფერზე ერთი პასუხი. თქვენ გქონიათ როდესმე რეაქცია იმაზე, რომ შეურაცხყოფილია ჩვენი ქართული ოცნების ნებისმიერი წევრის ოჯახი, ცოლი, შვილი, მოხუცი მშობლები, ქმარი, ჩვენ თვითონ მივეჩვიეთ და პრინციპში არც არის პრობლემა. და როდესაც შენ არ კადრულობ მათ უწოდო ის სიტყვა, იმიტომ რომ მართლა ვერ ვიმეორებთ ამ სიტყვებს, რითაც ნიკა გვარამია არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ამერიკის ელჩს იმართავს. ნიკა გვარამია არის ჟურნალისტი, ის არის მოქალაქე, თქვენ ხართ დეპუტატი. მე არა ვარ მოქალაქე. თქვენ ხართ დეპუტატი. თქვენი სტატუსის მქონე ადამიანისგან ხართ რა უნდა, თუმცა თქვენ ჟურნალისტი ხართ, ხელისუფლებას წარმოადგენთ ხომ ამ შემთხვევაში. აი, რამდენ სწორად გეჩვენება თქვენი სტატუსიდან გამომდინარე ასეთი განცხადების გაკეთება, თუნდაც ერთ-ერთი მოქალაქის ჟურნალისტი ბრძანებით და გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ ჟურნალისტი, თქვენ გაქვთ სტატუსი, ამაზე მაღალი სტატუსი მედია პლურალიზმისათვის და დემოკრატიული საზოგადოებისთვის ალბათ ცოტაა. და რას ნიშნავს? თქვენ ამართლებთ ნიკა გვარამიას თავდასხმებს პრეზიდენტზე, ჩემზე, ამერიკის ელჩზე. თქვენი პასუხი მაინტერესებს, რომ თქვენი სტატუსის მქონე ოფიციალური პირის მხრიდან ერთ-ერთი მოქალაქის ოჯახის მიმართ აი ასეთი განცხადება, ჩემი პასუხი არის ძალიან რბილი და არის ზრდილობიანი. ჩემი პასუხი არის რბილი და ზრდილობიანი ამ კასკადზე, რომელიც არ მთავრდება და მივიდა იქამდე, რომ ანტიგერმანულ გამონათქვამებს მივახციეთ საქართველოში. ეს არის სირცხვილი. პირდაპირ თქვენი განცხადება არ იყო სპეცსამსახურების ახალისება, აი როგორ ფიქრობთ თქვენ? ეს ადამიანი მე ამჯერა საერთოდ ვისრაში ჭირდება რომ ვინმე მუთვალთვალოს. ეს არის ტყვილი. და როდესაც თქვენ არ რეაგირებთ იმაზე, რასაც ეს ადამიანი აკეთებს და აქ ღია ეთერში მეუბნებით რომ მე რა მოხდა, ეს ჟურნალისტია. რას ნიშნავს მე რა მოხდა, ეს ჟურნალისტია? ანუ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობები და თქვენ არა გაქვთ პასუხისმგებლობები. ეს არის ორი სხვადასხვა საკითხი და თქვენი სვალდებულება არის ალბათ თავარი, ხო? ჟურნალისტი არის ჟურნალისტი, მოქალაქე არის მოქალაქე და დეპუტატს ალბათ სხვა თქვენი სვალდებულება აქვს. ანუ რას მეუბნებით, რომ ჩემს მოხუც მშობლებს აქვთ თქვენი სვალდებულება, როდესაც მოტყუებით ჩემი მშობლები არ გახლავან პოლიტიკოსები და დეპუტატები. თქვენ მეუბნებით ჟურნალისტი. მე არ გეუბნებით, ბატონო, კითხვა დაგისვით. არა, თქვენ ამას მეუბნებით, თქვენი სვალდებულება გაქვთ და მე გპასუხობთ. მე ჩემ თავზე არ ვსაუბრობ მეთქი. ჩვენს ოჯახებს როცა თავს ესხმიან, ეს არაუშავს და მისი ოჯახის წევრს რომ ვიღაც ზეთუნახავს ეძახის, ამან აღგაშფოთათ? მაშინ გაიმეორეთ ის სიტყვა თუ რა მოხდა, რაც ნიკა გვარამიამ უწოდა სალომეს ზღაპრებს. გაიმეორეთ. მიუღებელია, არა მე არც გამერებას არ ვაპირებ. ზოგადად არის მიუღებელი, როდესაც თავდასხმაზე ხდება აქციის გაკეთება, ზოგადად თავდასხმები არ მიუღებელი ნებისმიერი. ეს არ მომხდარა საქართველოში. დღემდე ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის. სათხართ მედია. ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა ქართველი ერისთვის. გერმანელები, რომლებიც ჩვენი დავიბადეთ ახლიდან 90-იან წლებში
მათი წყალობით, ამერიკელების წყალობით, ევროკავშირის წყალობით დგავარ დღეს ჩვენ ფეხზე კოდექსები რო გვაქვს. ვინ დაწერა ეს კოდექსები თედო ნინიძესთან და ჯონი ხეცურიანთან და ლადო ჭანტურიასთან ერთად გერმანელებმა თავიანთი ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩვენ მოგცეს, როცა გვშიოდა და კანონი არ ქონდა. დღეს ანტიგერმანულ გამონათქვამებს ვისმენთ. დღეს საქართველოს მაპატიოს ქალბატონმა სალომემ ხანდაზმულ პრეზიდენტს გაუგონარ სიტყვებს ეძახიან და თქვენ ბედავთ მაპატიეთ ძალიან გამანერვიულეთ. თქვენ ბედავთ ქალი ჟურნალისტი და მეუბნებით, მერე რა მოხდა ნიკა გვარამია ჟურნალისტია. ეს არის უბედურება. მერე რა მოხდა რომ ჩემს მოხუც მშობლებს ავადმყოფებს, მერე შემდეგ ახლად დაქვრივებულ ქალს ბინაში უვარდებიან. მე თმენის ვალდებულება მქონია. მე რომ ვითმენ იმდენი თქვენ არასდროს არ მოგითმენიათ. წარბ შეუხრელად. გასაგებია ამ თემაზე თქვენი პასუხი. ამიტომაც კეთილი ინებეთ, ეხლა არის გასაგები, როცა გამანერვიულია. არა, მოვისმინეთ თქვენი პასუხი. კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე, იმიტომ რომ გვარამია აღშფოთდა. თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ. რუსთავი 2 ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომადებს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ მიდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე, იმიტომ რომ მე ტყუილად კომპლიმენტებს არ ვარიგებ. მე მოდიხსნი რომ გავნერვდი, მაგრამ დააბრუნა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ გაგცდა რომ ეს თქვენ დაგვიბრუნეთ. რუსთავი 2 დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მესმის, მაგრამ რუსთავი 2-ის მისი კანონიერი პრობლემისთვის დაბრუნება ეს არის ქართულ მედიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულ ოცნებას ამ დროს ეძინა. კი ბატონო, შევთანხმდეთ. ვის ეძინა ამ დროს უკაცრავად რა ბრძანეთ? ქართულ ოცნებას და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინა და თავისით დაუბრუნდა კანონიერება, თავისით აღდგა ამ საქმეზე. კი ბატონო, ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ, მაგრამ მე ასეთი ეთერი არ მსურდა და ბოდიშს ვიხდი თუ რაიმე დავაშავე, მაგრამ არ შეიძლება ასე. არ შეიძლება ასე, თქვენ არ ხშფოთდებით იმაზე, რაც ემართებათ ჩვენს ოჯახებს, რაც ემართება ბიძინა, არ მინდა ვახსენო ხოლმე, იმიტომ რომ მე ამაზე ატყდება ამბავი, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს უფლება ბიძინა ივანიშვილი დავიცვათ. ეს ტაბუ მკვიდრდება 8 წელია. ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, რაც უმპედად ალახსაც, ქალიან კაციანად იტანს 8 წელი. მესმის რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ფიგურა და მასზე არის თავდასხმა. მე ვარ იქ, სადაც ვარ და ვიყავი, სადაც ვიყავი და რასაც მე ვიტან, მე არ გისურვებთ. ეს ჩემი ვალი ავიტანო, მაგრამ ოჯახებზე როცა ხდება თავდასხმა, პატარა ბავშვებს როცა სახლში უვარდებიან, საერთოდ არ იცის ჩემმა 3 წლის ძმისშვილმა მე რა საქმიანობით ვარ დაკავებული. რაღაცას კი ხვდება ხანდახან ტელევიზორს რომ ჩართავს, რომ რაღაცა არაჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა მას სახლში უვარდება TV პირველი და შემდეგ თუ ჩემი პიარი არ დარეკავს და მორიდებულად არ ითხოვს დაბლარეთ სახეო, სახესაც არ ბლარავენ. და როდესაც მე ვამბობ ისეთ რომანტიულ სიტყვას დაცინვით, რომ ზეთუნახავია, თქვენ ამით ხართ აღშფოთებული. და რაც სალომეს უწოდეს, იმით არ ხართ აღშფოთებული, თქვენ მეუბნებით, მე რა მოხდა ჟურნალისტია და შენ დეპუტატი ხარო. ვინ თქვა რომ დეპუტატი უფლებოა? ძალიან მნიშვნელოვანი ministri უფლებოა. ჩვენ არავინ ჟურნალისტებს ვალდებულებები, უფლებები და ძალიან დიდი თხოვნა მექნება, იმიტომ რომ ეს არხი მართლა მე რასაც უყურებ თუ არ მეშლება ნელ-ნელა ჩამოყალიბდა მიუხედავად ბნელი და მძიმე წარსულისა, სანამ კანონიერება და სამართლიანობა აღდგებოდა რესპექტაბელურ არხად. ხომ ასეა? მე მგონი ასეა. იქნებ რაღაცნაირად ბოდიშს ვიხდი რომ იდეას გაწვდით. ამ თემებზე გამართოთ დისკუსია. რა, როგორც გვარამია იტყოდა, მოსულა და რა არ მოსულა. მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი არ არის. მისი ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი არ არის. ამას უწყობთ ხელს თქვენ? თორემ მე დამესხით თავს რამდენიც გინდათ, ეს არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი და მე მაქვს თმენის ვალდებულება და ვითმენ. თქვენ გინახავთ, როდესაც მე დამეწუწუნოს, ცუდად მომექცენო, გინახავთ ეს? მაგრამ თუ ჩემი ოჯახი არ არის, დღეს თქვენ დაგცინავთ ეს არის ოჯახს თქვენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არიცავთ, თქვენ სალომე ზურაბიშვილის შვილებს არიცავთ, თქვენ იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას, მეუღლეს როგორც ვაკადრებზე თქვენ თქვენ დღევანდელი ეთერის მერე. აი თქვენი კოლეგის გამონათქვამი მე რა მოხდა უშატან დასვა ძალიან მარტივი შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრი, როდესაც აკეთებს განცხადება საქართველოს მოქალაქის მიმართ. ამ შემთხვევაში ხო არსებობს სტატუსობრივი სხვაობა, ეს იყო მისი შეკითხვა. თქვენ უბრალოდ შეკითხვას სხვანაირად აღიქვით.
შეიძლება სხვანაირად აღვიქვი, მაგრამ თქვენც როგორ ჩანს არასწორად აღიქვით ის რომ თქვენ გამოტოვეთ ყველა ის უბედურება რაც ხდება ქალების წინააღმდეგ. მე ეკატი კარაძეზე შემიძლია დისერტაცია დაგიწეროთ ზეპირად, მაგრამ ამის რო თქვენს ეთერში არ არის. ეს ქალი არის მუდმივი ბულინგის მსხვერპლი, მუდმივი ბულინგის. მუდმივი, ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა იმას, რასაც ის უძლებს ამ დიდი უბედურების პირობებში. ვინმეს ამოუღია ხმამაზე? სახლში მივარდნებით დაწყებული და ბევრი სხვა რამით გაგრძელებული. და მზეთუნახავის სიტყვა გეწყინა, ძალიან რომანტიული სიტყვაა და მე ვაგრძელებ, რომ იმ განახატის თავისუფლების ფარგლებში გასაგებია თქვენ პოზიცია, უბრალოდ მოდით გამიზოთ, თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ რაღაცა გვეწყინა, ჩვენ არ გვეწყინა. რუსთავი 2 უკვე 2019 წლის 25 სექტემბრიდან ცდილობს დაამკვიდროს განსხვავებული სტანდარტი ქართულ მედიაში და სწორედ აი ეს ჟურნალისტები, რომლებიც აქ მუშაობენ, მათ შორის თამარ ურუშაძე, იმ შეკითხვებით, რომელსაც ჩვენ ვსვავთ, შეიძლება დისკომფორტული, ვინაიდან თქვენ აბსოლუტურად სხვა შეკითხვაზე სხვა პასუხი გაგვეცით, ეს არის ჩვენი პროფესია, მე არ გაგეცით სხვა პასუხი, ეს თქვენი პროფესია, როდესაც მეკითხებით, რატომ გააკეთე ასეთი განცხადება, მე გეუბნებით, რომ აი ის მუდმივი ქალებზე თავდასხმა ამ კონკრეტული ადამიანისგან, ოჯახის წევრებზე თავდასხმა ამ კონკრეტული ადამიანისგან, მე მას ვუპასუხე ოჯახის წევრზე. გაღიზიანდა, გაგიჟდა, გადაირია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხვის ოჯახებზე იტანს თავდასხმას, აბსოლუტურად გაუგონარი სიტყვების გამოყენებას, ბულინგს, ტერორს, მაგრამ ის ოჯახს არ უნდა შეხო არავითარ შემთხვევაში. ან ვთამაშობთ სტანდარტებით და ოჯახი ყველას ოჯახი არის წმინდა ძალიან კაცრი სტანდარტებით, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ ოპერირებთ სტანდარტებით, იმიტომ რომ თქვენმა კოლეგამ მითხრა, მე რა მოხდა ჟურნალისტიაო, რომ მე gar მithქვამს, ხალბატონო თეა, მე დაგისვა მაშინ გაიმეორეთ ის სიტყვა, რაც აკადრა სალომე ზურაბიშვილს თუ რა მოხდა. გასაგებია. თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პასუხობდა ღამის კურიერის შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამიჩნოთ, რუსთავი 2 არავის არ დასცინებს, რუსთავი 2 ყოველთვის ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას ან თავდასხმას. ჩვენი ამოცანა ვიყოთ ხიდი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს შორის, იმიტომ რომ თითოეული პარტიის უკან დგანან მათი ამომრჩევლები, ყველა ერთად უყურებს რუსთავი 2-ს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ ინსტიტუცია და გვაქვს ძალიან მკაცრი საოპერაციო სტანდარტი, რომელიც შეესაბამება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო მედია ორგანიზაციის სტანდარტს. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ჩვენი შეკითხვები შეიძლება ჩვენი სტუმრებისთვის უხერხული ან არასასიამოვნო მოსასმენი იყოს, უბრალოდ ეს ჩვენი სტანდარტით არის გამპიროვნებული. მადლობა დიდი, რომ უყურებთ ღამის კურიერს, მე ჯანმრთელობას გისურვებთ. ასეთ იყო დღევანდელი დღე, ასეთ იყო ღამის კურიერი, ჩვენ მომავალ შეხვედრამდე პარასკევამდე გემშვიდობებით.